კამის კურიერის კითხვებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობს. მოგესალმებით ბატონო შალვა. მადლობა დიდი მოგზანებისთვის და რომ დრო გამოგვიყავით. ბევრ თემაზე ვაპირებ საუბარს, ალბათ მისალმებიდანაც მიხვდით, მაგრამ მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი აი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ, რომელიც თითქმის მზად არის, უკვე მუშაობთ კანონზე და ფაქტიურად ემზადებით იმ დაპირების შესრულებისთვის, რაც 2024 წლის წინ გაეცით თქვენ და თქვენ სამომრჩეველს დაპირდით, რომ აიგრძელებოდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი თუ ბრენდის ქვეშ აი სწორედ ამ დეტალებზე მინდა თქვენთან ვისაუბრო და მოდით პირველ რიგში დავიწყოთ, რომელი პარტიები და კონკრეტულად რომელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აკრძალვას გეგმავს ხელისუფლება, თუ შეიძლება ასე დავსვათ. უბრალოდ ყოველისა რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, ეს არის არა მხოლოდ დაპირება, არამედ ეს არის მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი დაპირება ამორჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მანდატი 1,120,000 ამორჩევლის. ასე რომ ამ სარჩელის უკან დგას 1,120,000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს ამ სარჩელის შეტანას. რა არის მიზანი? ამაზე ჩვენ საუბრობდით ადრეს საპარლამენტო არჩევნებამდეც. ჩვენ ხედავთ, რომ არსებობს ძალები, რომლებიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრიან. ზოგადად ნებისმიერი დემოკრატია იმისთვის რომ ის ვითარდებოდეს, მას უნდა ქონდეს თავდაცვის უნარიანობა. ეს არის კონცეფცია თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის, რომელიც არ უნდა მისცეს შესაძლებლობა დემოკრატიის მტრებს, რომ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, მათ შორის პარტიული ინსტრუმენტების გამოყენებით. და სწორედ ანუ დემოკრატიას ძირს უთხრის ყველა ის პარტია, ვიზეც იქნება სარჩელი შეტანილი ამის თქმა აბსურდ და საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე, მის სატელიტ პარტიებზე, ამასაც თუ გეკითხებით, იცით რომ აი აღქმა არის, რომ თითქოს თუ კი ვინმე ოპოზიციური პარტია არსებობს, ყველა საკრძალვა მოხდება. ასე იქნება ეს. კონსტიტუცია, რომელიც 1995 წელს არის მიღებული, იმ პერიოდიდანვე კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, რომ პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, რომელიც ტერიტორიას კარგავს, რომელიც აღუევს შუღლს და ასე შემდეგ, ჩამონათვალი რაც არის, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატია არ უნდა მისცეს პლატფორმა. გულისხმობ ყველას, ვინც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ახლა ვინ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს? უბრალოდ ყოველისა ამას ყველაფერს სარჩელში ნახავთ თქვენს და ნახავთ. თუმცა ინტერესი არის, იმიტომ რომ წინასწარ რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი ამაზე საუბარი, თუმცა გასაგებად ავხსენით ჩვენ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა პარტიის დასახელება, არამედ შინაარსი. თუკი ეს შინაარსობრივია თავის საქმიანობით, თავისი გადაწყვეტილებებით, ნაბიჯებით ანტიკონსტიტუციურია, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით. პარტიებს თუ კონკრეტულ პირებსაც საუბარია და ჯერ პარტიებსაც შეეხება და ჩვენი ეს არჩელი ეყრდნობა კონკრეტულ საგამოძიებო მასალებს, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად დადო, როგორც ანგარიში 450 გვერდზე მეტი არის ის დანაშაულები პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას, სხვადასხვა იურიდიული ფორმით აქვს ჩადენილი კონსტიტუციის წინააღმდეგ. ვინც აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ვინც წაიკითხა საგამოძიებო კომისიის ანგარიში, მას შეუძლია ასევე დასკვნები გამოიტანოს, თუ რომელ პარტიებს შეიძლება ელოდნონ, რომ აღმოჩნდნენ ჩვენ სარჩელში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ინდივიდებს. თავისთავად ჩვენი მიზანი არ არის არც პარტიის დასახელება, არც პარტია როგორც იურიდიული რაღაც ორგანიზაცია, ხო? თავარი არის ის, რომ პარტია არის ინსტრუმენტი ინდივიდებისთვის, პოლიტიკოსებისთვის საკუთარი მიზნების მისაღწევად. და თუ ამ პარტიის მიზანი არის ანტიკონსტიტუციური, არის არა პარტიის როგორც რაღაც ფორმალური იურიდიული წარმონაქმნის, არამედ იმ ინდივიდების მიზანი არის, რომელსაც ისინი პარტიის გამოყენებით ცდილობენ რომ მიაღწიონ. ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ამ ინდივიდებზე გასვლა. ეხლა რატომ არის კანონში ცვლილება? როგორ შეერჩევა ინდივიდები უკაცრავად ერთს კითხავთ და რა თქმა უნდა მოგისმენთ, იმიტომ რომ იქ არის მაგალითად ერთ-ერთ მულში, რომ ის შეეხება კონსტიტუციის დამხმარე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს. ანუ ეს რა იგულისხმება, რომ მათი აქტივისტები, არ ვიცი, აქტიური მხარდამჭერები, თუ რას ნიშნავს მათთან დაკავშირებული პირი?
მარტივი მაგალითია, თუ კი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ემსახურებოდა წამების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში, მაგალითად, ყველა ვისაც ჰქონდა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება, ანუ ის პირები, რომლებსაც გავლენა ჰქონდათ ამ პარტიის გადაწყვეტილების მიღებაზე, პარტიის რომელიც ხელისუფლებაში იყო, შესაბამისად სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღებაში და ემსახურებოდნენ ამ მიზნის ასრულებას, ასე ვთქვათ. ყველა ვინც, ასე ვთქვათ, იცვლება უფრო გასაგებად რო ვთქვა, ლიდერად, გადაწყვეტილების მიმღებად, რომელსაც აქვს გადამწყვეტი გავლენა პარტიის მიერ რაღაც ნაბიჯების გადადგმაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. აქაც არ დავკონკრეტები, ყველაფერი უახლოეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ჩამონათვალის სახით. და რატომ არის საკანონმდებლო ცვლილება საჭირო? ჩვენთან გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი არსებობდა, რომ დღემდე კანონმდებლობით მოწესრიგებული იყო მხოლოდ პარტიების აკრძალვა და არა ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. რაც არის მიღებული პრაქტიკა ყველგან, გავიხსენებთ თუნდაც სულ ახალ იყო ლეპენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელსაც შეუზღუდეს არჩევნებში მონაწილეობა, რომ არჩეული იქნეს თანამდებობაზე და ასე შემდეგ სხვა მაგალითები. ამიტომ ეს ხარვეზიც გასწორდება ხვალ პარლამენტის მიერ და რა თქმა უნდა იქნება შესაძლებლობა, რომ არა უბრალოდ ფორმას, სახელს, ნომერს, არ ვიცი რაღაც სლოგანს ვებრძოლოთ, რომელიც კონსტიტუციას არღვევს. არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ სახელს ამოფარებულმა, ამ პარტიის იარაღად გამოყენებით დაარღვევს კონსტიტუცია და ანუ შესაძლოა როგორც ესეთი ბრენდი თუ პარტია ნაციონალური მოძრაობა არა იგრძალოს და იგრძალოს ინდივიდები თუ პარტიაც და ინდივიდები. ეს გამომდინარეობს აქედან, მოკლედ ამის თქმა მინდა. უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა პარტია არის ორგანიზაციული ერთიანობა, რომელიც არის სამიზნე და ვინაიდან პარტია არ მოქმედებს თავისად, ხომ რაღაც რეესტრში რეგისტრირებული ფურცლები ხო არ იღებენ გადაწყვეტილებას, ადამიანები დგანან ამის უკან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას და რომლებიც შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ყველა ამ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ვადებს, ამ ჩვენი პროექტით უვადო არის ეს აკრძალვა, ისე როგორც პარტიის აკრძალვა არის უვადო დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ესეც იქნება უვადო და რატომ? ეს არ ეხება ინდივიდებს ან ამ პარტიაში შემავალ პირებს. მომავალში მაინც შეიძლება სხვა პარტიის დაფუძნება. არა, საქმეც ამაშია, რომ კანონი ითვალისწინებს, რომ პარტიის წევრობა, არჩევი თანამდებობებზე კანდიდატურის დაყენება, მაღალი პოლიტიკური სხვა თანამდებობების დაკავება და ასე შემდეგ ექნება შეზღუდული, ასევე დაფინანსება პარტიის. ბატონო შალვა, იურისტების მხრიდან, ნუ აი საია მომყავს ხო თქვენი მაკრიტიკებელ ორგანიზაციებს გულისხმობ, ბუნებრივია, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მაგალითად პოლიტიკურ საქმიანობას ეს ამ კანონით ქართული ოცნება ამბობს, რომ განახორციელებს ის, ვინც ჩემს ჩარჩოებში მოექცევა, ანუ ჩემთვის მიუღებელი პერსონები უბრალოდ პოლიტიკის მიღმა დარჩებიან. აი ასეთ განაცხადს აკეთებს ქართული ოცნებაო და ნუ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და ამან გრძელვადიან პერსპექტივა შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოსო. ხედავთ ასეთ რისკებს და ხედავთ თუ არა რისკს აი ამ შეფასების, რომ მოყვეს ასეთი ტიპის შეფასება თუნდაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ნუ ვინც არ მოწონს ქართულ ოცნებას, ცდილობს რომ ისინი აკრძალოს, უხეშად რომ ვთქვა. თუ კი რაიმე ჩვენში იგულისხმება ქართული ხალხი და მისი კონსტიტუცია. კიდევ ერთხელ მივყვეთ, 1,100,000 ადამიანმა მოგცა მანდატი, რომ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისია იმისთვის, რომ ზუსტად გამოეკვლინა, რომელ პარტიას, რომელ ინდივიდს, ვის რა წილი მიუძღვის რა სახის კონსტიტუციურ დარღვევაში. ამის შემდეგ, რომ წარმოდგენილი იქნა ანგარიში, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც ზუსტად თქვა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რას მიიჩნევს საკონსტიტუციის დარღვევად და რა დონის დარღვევად. ამის შემდეგ მოამზადეთ სარჩელი, რომელიც წარედგინება სასამართლოს და ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ყველაფერს და საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის რა წილი პასუხისმგებლობა ეკუთვნის და ვისი საქმიანობა უნდა აიკრძალოს, ვისი არ უნდა აიკრძალოს, ეს ყველაფერი არის სასამართლოს გადასაწყვეტი. ყველაფერი საჯარო არის დაწყებული შარშანდელი არჩევნებიდან, რომ 1,100,000 ადამიანმა ეს მანდატი მოგცა, გაგრძელებული კომისიით, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და გაგრძელებული საკონსტიტუციო სარჩელი და შემდეგ განხილვებით, რომელიც ასევე საჯარო იქნება და ყველა მოისმენს, ყველა არგუმენტი. ბატონო შალვა, ნაციონალურ მოძრაობას რომ სულ რომ იატაკ ქვეშეთიდან მოგვიწიოს, სულ რომ სახელობითად ყველა აგრძალოს, რა თქმა უნდა ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ.
ასეთ ფორმალურობას დაველოდებით უკვე საკუთრივ სასამართლოზე, სწორედ ამის შემდეგ ეცოდინება საზოგადოებას, რა ფორმით განვაგრძობთ ბრძოლას. ეს რატომ წავიკითხე? ნაციონალურ მოძრაობა არ ფიქრობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას შეწყვეტს. როგორ მოხდება ჯერ ერთი რომ რას მოიტანს ეს აკრძალვა, ანუ უფრო მეტ რადიკალიზაციას ხო არ მოიტანს, ადამიანები რომლებიც რჩებიან ყოველგვარი აკრძალვის ქვეშ, ქუჩაში ხო მეტად არ ეცდებიან ვთქვათ, რომ უფრო რაღაც ისეთი ხისტი ნაბიჯები გადადგან. აი მოლოდინი რა გაქვთ, მეტი პოლარიზაციას ხო არ გამოიწვევს ეს? ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური საქმიანობა დღესაც უკვე შეწყვეტილი აქვს. ისინი არიან დღეს ექსტრემისტული ორგანიზაცია. პოლიტიკური საქმიანობა დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს დემოკრატიული ინსტრუმენტებით, დემოკრატიული პროცესის გამოყენებით პოლიტიკურ მიზნების მიღწევას. და უპირველეს ყოვლისა ეს არის არჩევნები. ნაციონალურ მოძრაობამ და რამდენიმე სხვა პარტიამ უარი განაცხადა, რომ საკუთარი თავი არჩევანისთვის წარედგინა ქართველი ხალხისთვის და გაგვეწონა რა არის მათი მანდატი. მათ ქვეს უარი და არიან აქედან გამომდინარე ექსტრემისტული ჯგუფი და არა პოლიტიკური ორგანიზაცია თავისი შინაარსით. ჩვენ არ ვიცით რა, არ ვიცით, იყო ახლა არჩევნები და მისულიყო არჩევნებზე და ავწონიდით რამდენ ვინყავთ როგორც ამომრჩეველი. მაგრამ კიდევ ერთხელ ისინი დღეს უკვე გასული არიან. დემოკრატია ხო ოპოზიციის არსებობასაც გულისხმობს, აი ეს მინდა. დემოკრატია გულისხმობს დემოკრატიული ოპოზიციის არსებობას, დემოკრატიული პარტიების არსებობას და არა ექსტრემისტული დაჯგუფებების არსებობას და ტერორისტული ჯგუფების არსებობას. პირიქით, საქმეც ეს არის. დემოკრატია გულისხმობს სწორედ თავდაცვით უნარიან დემოკრატიას, რომელიც დემოკრატიული ველიდან აძევებს ექსტრემისტებს, აძევებს ტერორისტებს და იმ ჯგუფებს, რომლებსაც ძალით კონსტიტუციის მიღმა სურთ ძალაუფლების მოპოვება. ეს არის ზუსტად კონცეფცია დემოკრატიის. დემოკრატია არ არის ფეხი-ფეხზე გადადება და ასე ლოდინი რა მოხდება. დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას და ქართულმა დემოკრატიამ დღეს სწორედ თავი უნდა დაიცვას ექსტრემიზმს. და ვინ მიგაჩნიათ და ვუბრუნდები ამ კითხვას ასეთ ოპოზიციათ მაშინ. ანუ მინდა რომ განგვიმარტოთ, მოგეთ ვინ რჩება ოპოზიციურ ველზე, მოლოდინი, ვინ სახელი და გვარებს არ გულისხმობ, მაგრამ არსებულ ოპოზიციურ პარტიებში. პირველ რიგში ჩვენ არაფერს არ ვწყვეტ. ერთი, რაც შეეხება პარტიებს, რომლებიც არიან ანტიკონსტიტუციური, ამას გადაწყვეტ საკონსტიტუციო სასამართლო, ვინ არის და რა დოზით. რაც შეეხება ვინ უნდა იყოს დემოკრატიული ოპოზიცია თუ პარტია, ამას წყვეტს ხალხი და მათი ამომრჩევლები, რომლებიც მისცემენ მანდატს სხვადასხვა არჩევნების დროს. შემდეგი ჯერი ეს იქნება 2028 წლის ოქტომბერი, როდესაც იქნება. ანუ 28 წლამდე გააქვთ მოლოდინი, რომ გაჩნდება ისეთი ოპოზიციური შესაძლო ახალი პარტიები, იმიტომ რომ აი პრემიერ-მინისტრიც საუბრობდა, სულ კითხულობ ხოლმე ამას 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ და სხვადასხვა 4 ოქტომბრის მოვლენებზეც მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო, რომ აი ამის შემდეგ რაღაცნაირად უნდა გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი, უნდა გამოჩნდეს ოპოზიციური პარტია, ხო, ყოველთვის პოლიტიკური ველის გაჯანსაღება სხვაგვარად როგორ, ხო, თუ არ არსებობს ოპონირება ხელისუფლების. და ანუ ელოდებით რომ 28 წლამდე შესაძლოა საერთოდ ახალი პოლიტიკური ჯგუფები გამოჩნდნენ. არ ვიცი, ის ახალი იქნება ვინმე არსებული გაძლიერდება თუ როგორ იქნება, მთავარი ერთი რამე არის. მთავარი პრობლემა, რაც დღეს ოპოზიციას აქვს და მის რადიკალურ ნაწილს, არის ის, რომ ისინი მოქმედებენ არა ქართველი ხალხის დღის წესრიგით, არა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობით, არამედ მოქმედებენ უცხო ელებისთვის კოჭის გაგორებით და მათთვის სიამოვნებით. დღესაც ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე იმყოფება საზღვარგარეთ და ანგარიშს აბარებს უცხოელებს. ის არ არის ის არჩევნების შემდეგ და ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიც იმ ასე ვთქვათ ჩავარდნილი დამხობის შემდეგ, რომელიც ნაცმოძრაობას და მის გარშემომყოფებს შეემთხვათ, ისინი არ წასულან ამის შემდეგ ქუთაისში, ხალხისთვის აეხსნათ რა მოხდა ბათუმში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, წავიდნენ ბრიუსელში, წავიდნენ სხვა დედაქალაქებში და თავის იმიტომ მათთან თვლიან საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად და აბრებენ ანგარიშს ახლა რა მოხდა, როგორ მოხდა, რას შეძლეს, რატომ ვერ შეძლეს, ანგარიშს აბარებენ ხან პრაღაში არიან, ხან ბრიუსელში, ხან სად და ხან სად. ნაცვლად იმის რომ ქართულ ხალხს, ამიტომ რეცეპტი არის მარტივი. ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც იქნება ორიენტირებული ამომრჩეველზე, ანუ ქართულ ხალხზე, ვინც იქნება ორიენტირებული, მას ექნება შანსი 2028 წელს, რომ გარკვეული მანდატი მიიღოს. ბატონო შალვა, პრაღა ახსენეთ და გამახსენდა სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა იქ გამოსვლა და მანაც ისაუბრა 4 ოქტომბერზე და ზოგადად 4 ოქტომბერზე მინდა გადავიდეთ, თქვენ მუდმივად უცხოელ აქტორებზე აკეთებთ ხოლმე აქცენტს, თუმცა ქვეყნის შიგნით ჯერ ისიც ვერ გაურკვევია თავად ოპოზიციას. ვინ იყო დამგეგმავი, რა სცენარი იყო და რა ჩაიშალა, თუ ეს იყო სცენარი, თუ საერთოდ რა მოხდა, ამის გარკვევას ცდილობენ ერთმანეთში და ნუ თქვენ ცადევნებთ ალბათ თვალს, არის დაპირისპირება
დაპირისპირება, კითხვები ერთმანეთის მიმართ, ხან ახლა ეს ფიგურაზე საუბარი, თქვენ უცხოურ აგენტებზე, უცხოელ ძალებზე საუბრობთ და ამ დროს გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია, რომ ნაწილი საუბრობს, რომ იყო საერთოდ ქართული ოცნების სპეცოპერაცია. გირჩიც კი აი ამ სტუდიაში ამაზე საუბრობდა, თქვა წინა გადაცემაში, სალომე ზურაბიშვილმა მორღულ ღობეებზე გააკეთა აქცენტი. რეალურად თქვენი შეფასება ამ სტუდიაში არ მოგვისმენია, რა მოხდა 4 ოქტომბერს და რატომ მიდის დღეს ნაწილის კვალი თუ მოსაზრებას ქართულ ოცნებამდე საერთოდ, ანუ რა როლი ქონდა ქართულ ოცნებას ამ ყველაფერში? ეს აზრი არის წმინდა პროპაგანდა და საინტერესოა ამ პროპაგანდის ანატომიის გაგებაზე. მე ვთქვი კიდევაც, რომ ეს იყო საძაგელი ტყუილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ათქმევინეს და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. შარშან არჩევნების შემდეგ, არჩევნები 26 ოქტომბრიდან მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილი გამოკიდეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სხვადასხვა უცხოურ მედიაში და ასაუბრეს საძაგელი ტყუილი ქართულ არჩევნებზე. ის იყო, ვინც თქვა, რომ თითქოს 17-ჯერ შეეძლო, 17-ჯერ აძლევდა ერთი ადამიანი ხმას. ის იყო, ვინც თქვა, რომ თითქოს არსებობს რაღაც ზეციური 300,000 ქართველი, რომელიც არ არსებობს და არ ვიცი საიდანაც გაჩნდა. ეს საუბარი იყო, რომ 300,000 რაღაცას გაჩნდა, ასე ვთქვათ, საარჩევნო ყუთებში. ის იყო, ვინც თქვა, საძაგელი ტყუილი, თითქოს ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, ოღონდ მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ გუმანი ამას მეუბნებაო. ის იყო, ვინც თქვა, სხვა დანარჩენი საძაგელი ტყუილები არჩევნებთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ ის იყო პრეზიდენტი, მაშინ ფორმალურად და რა თქმა უნდა მნიშვნელობა იყო რომ იმისთვის რომ შემდეგ ყოფილიყო ციტირება, მითითება, რომ თუ კი იმისთვის სათქმელად რომ აი გაყავდა არჩევნები საქართველოში და კითხვა რო იქნება საიდან იცით, პრეზიდენტი საუბრობს, აგერ იხილეთ ინტერვიუ ამა და ამ დღეს ის აღარ არის პრეზიდენტი. და ამის შემდეგ, ამიტომ შეუნარჩუნეს მას ეს სტანდარტით აქეთ-იქით, ამიტომაც დადის, ამიტომაც არის რომ ასე ვთქვათ, წარმოაჩენენ მას რადიკალები და ზოგიერთი უცხოელი მისი დამფინანსებელი მაკეინის ინსტიტუტის იცით რომ მითი დაქირავებული არის სალომე ზურაბიშვილი როგორც ასე ვთქვათ ლეგიტიმურ პრეზიდენტს რომ ეხლაც ამისთვის გამოეყენებინათ ჩაუვარდათ დამხობის ნაწილში მისი გამოყენება თუმცა დაიწყო გადაწყობა და პრაღაში მან თქვა ეს საძაგელი ტყუილი თითქოს აი აბსოლუტური ტყუილი ხო თითქოს რაღაც ღობეშ იმიტომ რომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეშ დენი არ გადიოდა ეს იყო რაღაცნაირად გამოწვეული ხელისუფლების ხო ანუ ესეთი ვერსიაც ხო არის ანუ იმდენად ცუდები ვართო ამბობენ რომ უნდა ყოფილიყო 10 მაგი ღობე და დენი გატარებული და დანაღმული არიცით რომ ესეთი ცუდები ვართ და ავიღებდით შტურმითო რატომ არ დანაღმეთ ის ტერიტორია აი და იქ მე ვთქვი კიდევაც ამის შემდეგ რომ დააკვირდით ამ საძაგელ ტყუილს ის თავისით კი ამბობს მას ალაპარაკებენ იმისთვის რომ შემდეგ რეფერენსად ანუ მითითებით გამოიყენონ რომ აი თქვა სალომე ზურაბიშვილმა ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი რამდენიმე საათში გამოვიდა რასა იუკნევიჩიანე და მეორე ბატონი სანჩეს თუ რაღაც გვარი აქვს მოკლედ ევროპარლამენტარი რომლებაც დაიწყეს ზუსტად იგივე ნარატივის გავრცელება რომ აქვს ეჭვი რომ ეს იყო სუსი ეს იყო ის ეს და არა და პირდაპირ ეთერში უყურებით ესეც ის ხო არ არის რა ქვია 1917 წლის თუ 18 წლის რევოლუციები და არ ვიცი სხვა რაღაც შემთხვევები ხო პირდაპირ ეთერში რამდენიმე ტელევიზია უყურებდა ყველაფერს ამას და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ფაქტურად სრულიად სმოლნის შტურმი ხო არ იყო კარგად დავინახეთ რაც ხდებოდა იქ დავინახეთ პირდაპირ ეს ყველაფერი და ეს კიდე ერთხელ ადასტურებს პოსტფაქტუმ რომ არის ჯგუფი ძალები რომლებსაც სურთ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა და ზოგადად მოკლედ რო ახსნა კიდე ერთხელ ანუ პირდაპირ შეგიძლიათ თქვათ რომ ამ გადატრიალების მცდელობის თუ ამბოხის მცდელობის უკან იდგნენ უცხოური ძალები რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი საღი აზრი და ეს საღი აზრი დაფუძნებული ფაქტებზე და მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა რომ შევხედოთ ასეთი მოუმზადებელი რატო იყო თორე ამ თეორიაზე მოგისმენთ აუცილებლად ძალიან კარგად ვთქვათ ძალიან კარგად ეს ზუსტად ეს არის გავდა ეს ამბოხი ძალიან სწორად იყო მომზადებული. ძალიან სწორად იყო მომზადებული და კოდური სიტყვა თუ როგორ იყო მომზადებული არის ნეპალი, რომელსაც თვითონაც იყენებდნენ, რომ აქ იქნება ნეპალი. რა იყო ნეპალი? ნეპალი ეს იყო ქაოტური დამხობის პროცესი. ანუ ქაოსი შექმნა. დიახ, არა ის რომ რაღაცა შეიქმნა ჯარი, არა ის რომ ეს მოხდა, არა ის რომ ეს მოხდა, არამედ ეს იყო ქაოსი
როდესაც იტყვიან რომ დედაშვილს ხელში არ აიყვანს ქაოსი, სადაც ხდება შემდეგ სისხლის იღურება, ამ სისხლის მოყვება შემდეგი აღშფოთება, ამ აღშფოთებას მოყვება შემდეგი სისხლი, ამას მოყვება შემდეგი შევარდნა და ასე შემდეგ, რომელიც ზუსტად ეს იყო ეს მოვლენები, ეს იყო ზუსტად ეს იყო ზუსტად ეს იყო სუფთა სცენარი ქაოსის შექმნისა იმისთვის რომ ყოფილიყო სისხლი წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, ძალადობა, რომელიც იქნებოდა, რომ ამას მოყოლოდა შემდეგ ემოციური რეაქცია ხალხის, საზოგადოების, ბევრი ადამიანის გამოსვლა, ასე ვთქვათ, სპონტანური ცხოვრის წინ თავად ამბობენ, რომელიც ჩაიშალა. თუ ვიღაცა მუღალატა თუ სინამდვილეში ნუემბეძებე გეგმა არ იყო, რუკაზე დახაზული გეგმა ჩემი შეფასებით რომ ახლა ეს ბატალიონი შევარდეთ, აქ გავაკეთოთ და იქით გადავიდეთ. ეს იყო გეგმა ზოგადი, რომელიც გულისხმობდა მთავარ რამეს, ქაოსის გამოწვევას, რომელიც გამოიწვევდა ემოციურ ტალღას და ამითი შექმნიდა ქაოსს საზოგადოებაში და ეს იქნებოდა შემდეგ უკვე მართული ქაოსი. და დავაკვირდეთ რამდენ მომენტს, ჯერ როგორ მოვედით აქამდე. ეს ყველაფერი დაიწყო შარშან არჩევნების შემდეგ, როდესაც დამარცხდნენ ამ ქვეყნისთვის ცუდის მსურველები, როგორც შიგნით ისე გარეთ, ნახეთ რომ ჩართული იყო ყველა, ელჩები იყვნენ ჩართულები, უცხოელი პოლიტიკოსები ჩართული, პირდაპირ მოუწოდებდნენ ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმის მიცემას, ყველა ჩაერთო, დაივიწყეს ვენის კონვენცია, ეთიკა, დიპლომატიური სტანდარტი, ყველაფერი დაივიწყეს აბსოლუტურად, წავიდნენ ვა-ბანკზე, ოღონდ ქართული ოცნება არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და დამარცხდნენ. დამარცხდა ყველა, ნაცმოძრაობაც, ლელოც, სულ ყველა დამარცხდა მათთან ერთად, დამარცხდნენ ეს უცხოელი ჯგუფები. არჩევნებში მონაწილეობდა, რადგან ახლა ლელოც ახსენე. რა თქმა უნდა, იმიტომ მათი ისინი ხო გაემიჯნენ ამ ნაწილს ის პარტიები, მე გულისხმობ 2024 წლის არჩევნებში, 24 წლის არჩევნებში. დამარცხდნენ მაშინ ყველა, დამარცხდნენ უცხოელები მათ შორის და რა თქმა უნდა, ამ მარცხს ეს მიიღეს საკუთარ მარცხად, მათ შორის ზოგიერთმა ელჩმა და დაიწყეს შემდეგი გეგმის განხორციელება. რაც იყო მთელი წლის განმავლობაში, რასაც ვაკეთებდით. ეს იყო ზიზღის დაგროვება საზოგადოებაში. ეს იყო აბსოლუტურად რა გითხრათ, ყველაზე ამაზრზენი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები. გახსოვთ ეს მონა, სიმღერები, ბულინგი, მივარდნა დეპუტატებთან, ხალ დეპუტატებთან, ბავშვებთან, რეკვა, რა ვიცი, ბავშვების შეწუხება, სკოლებში შევარდნა, ყველაფერი იკადრეს. მათ შორის ბოლოს მე ზოგიერთი დიპლომატი მივიდა, ხან მონა ეწერათ აქეთ, ხან ვის ჩაიხუტნენ და ხან რა გააკეთეს. ყველაფერი რომ დაგროველიყო ზიზღი და ყოფილიყო კულმინაცია არჩევნებთან. 4 ოქტომბერიც არ იყო შემთხვევით თარიღი და არ გიგონოთ ახლა რომ ხაბეიშვილის შკუაში იხარშება თარიღები. 4 ოქტომბერი ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე ყოველთვის არის მყიფე დღე, როდესაც ხდება ერთი მოწვევის რაღაც არჩეული ორგანოს ლეგიტიმაციის შეწყვეტა და ახალის დაწყება. ამიტომ ეს შუალედი თავის დროზე ვარდების რევოლუციას შემდგომ გავიხსენოთ. ზუსტად ამიტომ არის ხომ შერჩეული, რომ დასრულებულ ლეგიტიმაციას მოაყოლო კანკარი, რომ ახალი ლეგიტიმაცია არ შეიქმნას, მოხდეს წყვეტა, დამხობით, რევოლუციური წყვეტა და შემდეგ უკვე ხელახლა გადაწყობა. რა იყო მიზანი? დაანონსდა აქცია 4-ში 4 საათზე მიმდინარე არჩევნების დროს. იცით რომ 8 საათამდე არის აქციები. დაერს ანუ არჩევნების პერიოდში და უნდა ყოფილიყო ასე ვთქვათ დამხობა და ასეც მოხდა და მივყვეთ კიდევაც ჯერ ზოგადად ვიტყვი რომ როდესაც შტურმი დაიწყო იყო დაახლოებით 7 საათი ჯერ არ არის დახული. თქვენ ამბობთ რომ არჩევნების დასრულებამდე უნდა მოისწროთ პრეზიდენტის სასახლის აღება. 19 საათსა და 18 წუთია თუ არ ვცდები, როდესაც ღობეს ანგრევენ, ანუ არ საარჩევნო უბნები ჯერ დახურული არ არის, დათვლა ხომ საერთოდ დაწყებული არც იქნება. რა არის აქედან ამ ქაოსი და შემდეგ შედეგის გამოძერწვის გეგმა? შევარდნა პრეზიდენტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილი იქვე ჩიხში ნახავთ კიდე ჟურნალისტებმა რომ შემდეგ შეშინებული ამბობდა რომ არა ვემიჯნებიო, როცა დამარცხდა ეს ყველაფერი, გამზადებული თავისი ტრიბუნით და შტანდარტით სავარაუდოდ, იმისთვის რომ შეეყვანათ იქ და ეთქვათ რომ მორჩა პრეზიდენტის სასახლე ჩვენია, ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლება ჩვენ ხელშია. მანამდე რა გააკეთეს მათ რომ და რა იქნებოდა ამის შედეგი? შეექმნათ ქაოსი, შემდეგ შევარდნები საარჩევნო უბნებში, მივარდნა ცესკოსთან და ჩაშლა არჩევნებში. რაც იქნებოდა და იტყოდნენ რომ მორჩა, რევოლუცია განხორციელდა და ხელისუფლება დაემხო, აღარ გვყავს არჩეული თვითმმართველობის ორგანოები, ხო ჩაშლილი არის, მოწყვეტები დამტრეულია, ყველაფერი დახეულია, უნდა ჩატარდეს არჩევნები და ეხლა თან გაიძულებთო საპარლამენტო არჩევნებით ჩატარდეს.
აბსოლუტურად მარტივი ხელის გულზე დევს გეგმა. რას ეძებენ ხაბეიშვილის სეიფში ეძებენ ამ გეგმას ხელის გულზე დევს ეს გეგმა რაც იყო და რაც ესეთები ჩვენ ქვეყანას გამოუვლია. ახლა მივყვეთ საათობრივად როგორ მოხდა როგორ დაიწყო ამ ყველაფრის განხორციელება და რა იყო უცხოელების წილი ამ ყველაფერში. 4 ოქტომბერს 17 საათსა და 21 წუთზე. ჯერ ხალხი იკრიბება, ვერ შეკრიბეს იცით ხალხი სულ რამდენიმე ათასი ელოდებოდნენ, ნუ ხალხი არ იგებს 17 საათსა და 21 წუთზე რასა იუკნევიჩიანი ევროპარლამენტარი ლიტველი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს კურირებს ევროპარლამენტში. წერს სტატუსს, სადაც ამბობს, დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ქართული პროტესტის და ევროპული მომავლის დაგვიანონსა და მიაქციეთ ყურადღება. 17 საათსა და 21 წუთზე ჯერჯერობით ხალხი ესე ხალოთად არის. 18 საათსა და 53 წუთზე გამოდის პაატა ბურჭულაძე, რამდენიმე 1000 ადამიანი შეკრებილი არის თავისუფლების მოედანზე და აცხადებს დეკლარაციას 4 ოქტომბრის დეკლარაციას, რომ დაამბობს ეს ხა კენჭი უთხარო და ვუყაროთ ამ ყველაფერს. აი რამდენიმე 1000 ადამიანი, ეხლა რომ ამბობენ არ ვიცოდით რა გვინდოდა, რა გეგმა რა იყო. აი გეგმა წარუდგინა და თქვა რომ ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, ხელისუფლების ძალაუფლება შეწყვეტილია. კითხა იქ რამდენიმე 1000 ადამიანს. ეთანხმებით კი უთხრეს იქ რამდენიმე 100 ადამიანი რაც ხო 7 იყო თუ 10. არისო გარდამავალი პერიოდი გამოაცხადა რომ ეხლა უნდა დავატყვევოთო 6 ადამიანი, მათ შორის თქვენი მონა მორჩილის დატყვევებას. თქვენც იყავით ამ სიაში. რამდენიმე 1000 ადამიანმა მხარი დაუჭირა ამ ყველაფერს. ამ ყველაფრის შემდეგ 5 საათში მართალია თავად აღმოჩნდნენ დატყვევებულები, თუმცა თავარი ეს არის რომ განაცხადა რაც იყო გეგმა. რომ ძალაუფლება ავიღეთ ხელში, გავაუქმეთ ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, ყველაფერი გაუქმებულია, ჩვენი არის. ხალხო, ეთანხმები და იმ ხალხმა, აი მექიმებმა, ინჟინრებმა, არ ვიცი მე, IT სპეციალისტებმა, თუ სტუდენტმა, ვინც იქ იდგა, ყველა ის საქართველოს მოქალაქე. აი ყველა საქართველოს მოქალაქემ საქართველოს დამხობას იქ ყიჟინით მისცა ხმა. თუმცა შეიძლება ყველამ არა, ბატონო შალვა, იმიტომ რომ იქ ჩვენ ნახეთ ადამიანები, რომლებიც ათონელზე რო ქვემოთ ჩავიდა, ნაწილი რუსთაველზე დარჩა და იქ მშვიდობიანად აგრძელებდა პროტესტს. ანუ ყველაზე ნაწილდება ეს პასუხისმგებლობა. აი 18 საათს და 53 წუთზე, რა თქმა უნდა, ამ უცხოელებთან ერთად ასევე გამოიყენება შიდა პროპაგანდისტული რესურსები, რომელიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდება, პუბლიკა მათ შორის ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული გამოცემა, რომელმაც არ დააყოვნა და 19 საათსა და 14 წუთზე ეს დეკლარაცია გამოაქვეყნა კიდევაც პუნქტობრივად, რას ნიშნავს, რომ ყველა სწოდნოდა და იქვე თავადვე განმარტა, რომ ბურჭულაძემ თქვა, რომ ხალხმა უნდა მისცეს ამ პუნქტებს, შეკრებილმა დემონსტრანტებმა მათი მხარდაჭერა ყიჟინით დაადასტურეს. გვამცნობს პუბლიკა, რომ მან როგორც ალბათ პუბლიკა როგორც საარჩევნო კომისიამ სამანდატო კომისიამ დათვალა და ყიჟინით ხალხმა დაადასტურა, ასე პუბლიკას ხო უნდა ვენდოთ როგორც მათ პროპაგანდისტულ მედიას რომ დაადასტურა. ამის შემდეგ 18 საათსა და 53 წუთზე იყო პაატა ბურჭულაძე. 4 წუთში გამოდის მურთა ზოდელავა და ამბობს ხელისუფლება ხო გადავიბარეთ, მხარი ხო დაგვიჭირეთ, ახლა არ არისო ლაილაის თუ სეირნობის დროს და მივდივართ პრეზიდენტის სასახლესთან რომ ჩავიბაროთ გასაღები. ანუ ავიღოთ სასახლე 18 საათსა და 57 წუთზე. ეს ის მოწოდება უკვე კუნთებიანი მამაკაცები წამოდით, უკვე იძრებოდნენ ათონელისკენ ბატონო. მშვიდობიანი მოწოდება რომ კუნთებით გასაღები რომ უნდა ჩაიბარონ 18 საათსა და 57 წუთზე. 19 საათსა და 18 წუთზე არის უკვე ღობის შენგრევა. და თან კადრებს თუ დააკვირდებით, იქ ხალხი გაემიჯნა კი არა. ის ხალხი წაყვა ეს მდინარე რო არის, ეს მდინარე რადიკალების მდინარე, წავიდა პრეზიდენტის სასახლისკენ დასამხობად და გასაღების ასაღებად. 19 საათსა და 18 წუთზე. 19 საათსა მხოლოდ. არანაირი ნაწილი არ გახო. ნახეთ თქვენ ჩანაწერი თავისუფლების მოედანის ზეთხედი არის ერთ-ერთი სასტუმროდან თუ შენობიდან გადაღებული დევს სოცხსელში. სადაც ჩანს რომ წავედით, თან ისმის მეგაფონში საუბარი და ხალხის ეს ზღვა მდინარე რამდენიმე 1000-იანი რადიკალის მდინარე მიყვება იმისთვის რომ დაამხონ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ნაწილი ხო დარჩა რუსთაველზე ამაში. ეხლა ვის როგორ მე ჩაშლილზე ვის როგორ შეეშინდება ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ აქ არის მთავარი განსხვავება. რამდენიმე 1000 ადამიანმა ხმამისა ჩვენი ქვეყნის დამხობას, 90-იანი წლებისში დაბრუნებას და შემდეგ მდინარესავით გაჰყვა ამ დაბხობის აქციას. 19 საათს 18 წუთზე გადაინგრა ღობე. 19 საათსა და 30 წუთზე, 12 წუთში. ევროპარლამენტარი ფრანგი, რომელიც ასევე ჩვენთან ცნობილი არის, ქალბატონი
ლუაზე თუ არ ვცდები, ამბობს რომ მნიშვნელოვანი რამე ხდება საქართველოში, ქართველები ვეღარ აიტანენ ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ, გამოვიდნენ სპიკერები და ესეც მნიშვნელოვანია. 10 სპიკერი საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებულები, ვინაიდან ფაქტია, რომ ახლა იქ არიჯდნენ სავარაუდოდ და ქართულ არხებს არ უყურებდნენ ყოველწუთიერად. 12 წუთში გამოეხმაურა მხარდაჭერით. 19 საათსა და 53 წუთში, ნახევარ საათში შევარდნის პროცესის დაწყებიდან ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი უკვე გამზადებული ბანერით, ხარ ვიცი როგორ მოასწრო 20 წუთში ამის გაკეთება თუ რანაირად გააკეთებდა, წინასწარ გამზადებული ბანერით, რომ მთელი ყურადღება საქართველოსკენ და მათ შორის ძალადობრივი სცენებით და ამ ძალადობრივი სცენების გაგმირებით. 20 საათსა და 17 წუთზე მიყვება განცხადებას ბატონი მიხაილ როტი, რომელიც ჩვენ უკვე კარგ ახლის დავიწყებული ქონდა, რომელიც ასევე ამბობს, რომ მიდის ძალადობა პოლიციის მხრიდან. აი, ჩანს, რომ გამზადებული ტექსტები ქონდათ, რომელიც უნდა ზუსტად იმ სცენარის განვითარების შემთხვევაში, რომ ქაოსი გამოეწვიათ, დაედგათ სცენები, თითქოს ხელისუფლება ძალადობს მშვიდობიან მომიტინგებზე, რა პროპაგანდა ჩარშან დეკემბერში ჩაატარეს, გამზადებული ტექსტები უდევს და დეებს, რომ ხელისუფლება ძალადობს და არადა ყველა ხედავდა. არაფერი რო არ ხდება, ხელისუფლება ერთადერთი რასაც აკეთებდა პოლიცია იყო, ვინც იყო მოძალადი, ჩანდა ძალიან კარგად და ბზა ტექსტი, რომელიც აცდენილია იმავე ვიდეოს, რომელსაც თავად ის დებს. ბატონი ჟიგიმანტას პავილიონი თავისი პარანოიდული ტექსტებით, რომ ქართული ოცნება ესენი არიან რუსები და პუტინი და რუსი რო არის და ახლა გასაგებია ეს პარანოია რაც არის. მიუყვეთ შემდეგ, მნიშვნელოვანი არის. 21 საათსა და 5 წუთზე მაია სანდუ, მოლდოვეთის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე შტურმის, იქ დაწვის, სროლების, აი ამის პერიოდში, როდესაც ასე თქვა ხდებოდა სხვადასხვა ნივთების სროლა ასე შემდეგ, აი შუა ამ პრეზიდენტის სასახლის მისი კოლეგის სასახლის შტურმის იმაში გამოდის და ამბობს რომ ქართულ ხალხო მოლდოველები თქვენს გვერდით არიან. ეხლა რა გონია თქვენ რომ მაია სანდუ რაიმენაირად დაინტერესებულია ქართული პოლიტიკით და აი ვერ მოუთმინა გულმა რომ არ დაეწერა არც ერთ ქვეყნის ხელმძღვანელს არ დაუწერია პოსტი და მაინც და მაინც მან დაწერა. შეგახსენებთ რომ ერთადერთი პოსტი მანამდე რაც აქვს დაწერილი არის რომ სააკაშვილს კლავთო ციხეშიო და ესეც უთყვილი იყო. არაფერი, ეს არის წინასწარ შეკრებილი სპიკერები ხელისუფლების დამხობის ლეგიტიმაციისა, რომელიც გამზადებული ყავდათ იმ საღამოს, გამზადებული ტექსტებით, რომ აქედან უნდა წასულიყო კადრები, სცენები, როგორც აკეთებენ ხოლმე ყოველთვის და იქიდან ყოფილიყო რომ აი დაიწყო ბრძოლა მშვიდობისთვის, ბატონი ჯო ვილსონი რა თქმა უნდა თავის ამპლუაშია, ირანი, ჩინეთი, რუსეთი, ამის გარეშე ის ვერძლებს რა თქმა უნდა, ლიტველები, ლიტვის თავდაცვის კომიტეტის, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბატონი ჟიგიმანტასი, ბრტყელი სიტყვებითო დღეს ჩვენ ქართველები ვართ ყველა და ხალხო და ასე შემდეგ. ამ დროს საქართველოში რა ხდება? რატომ ვერ გამოუვიდათ ევროპელებს თუ არ ვიცი ამ ადამიანებს ვიზეს თქვენ ამბობთ, ვინც იყვნენ ამ ყველაფრის უკან, მაშინ ეს ყველაფერი თუ ამდენი ხალხი იყო ჩართული. პირველი რო შევაჯამო და დასკვნის სახით. ჩანს პირდაპირ რომ ეს იყო კოორდინირებული სცენარი საქართველოს დამხობის, არა საქართველოს ხელისუფლების, არა საქართველოს დამხობის, მისი 90 წლებში გადაგდების, მარიონეტული რეჟიმის მოყვანის და ამის შემდეგ რა გეგმებიც არის საქართველოს მიმართ, აი ამ ხალხის მხრიდან ძალიან კარგად ვიცით. და პირდაპირ ჩანს, რომ იყო გამზადებული 10 კაციანი სპიკერატი, 10 სპიკერია, რომელმაც ჯამში 13 პოსტი დაწერა პარალელურად იმ ძალადობისა რაც ხდებოდა. ხო, მაგრამ რაც ხდებოდა, რომელსაც დღეს ვეღარავინ ხო ვერანი ვერ უარყოფს, რომ იყო მოძალადე, ესე ვთქვათ, პროტესტანტები, მოძალადეები და რომ პოლიციამ შეძლო ამ ყველაფრის განეიტრალება და აი ზუსტად კარგად ჩანს რა იყო წინასწარ დაგეგმილი, რა სცენარი იყო დაგეგმილი, სცენარი იყო კიდევ ერთხელ მარტივი. ქაოსის გამოწვევა, ამ ქაოსში მსხვერპლების სცენების დადგმა, რომ იქ სიხსხლია, იქ ვიღაცას თავი გაუტყდა, იქ რაღაცა მოხდა, შემდეგ მიყვება ეს პოსტები ყველაფერი ხალხო, რა ამბავია, რა ხდება საქართველოში, აღება პრეზიდენტის სასახლის, შეყვანა სალომე ზურაბიშვილის თავისი შტანდარტით, გამოცხადება რომ მორჩა ხელისუფლება დაემხო, ქაოსი საქართველოში და მე აქ ვისი ტყვია გაისროდა, ვისი ტანკი დადგებოდა, ვისი მართულხლართი გაივლებოდა საქართველოში და საერთოდ რა ბედი გვეწეოდა, აი რო არაფერი არ ადარდებთ, ეს დავინახეთ ჩვენ გუშინ საღამოს, როდესაც ფინეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და ნაცვლად იბისა რომ დაემხო ეს ძალადობა ის იკადრა რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლებთან დადგა და სოლიდარობა ხო და მოდით აი ამაზე კითხავ და გაცდით პასუხს რომ თქვენ თავად თქვით რომ სულ რაღაც 10-ოდე სპიკერი იყო ამისთვის მობილიზებული თუ ეს 10-ოდე სპიკერის დონეზე გადიოდა და რაღაც 13 სტატუსიო ხო თქვით რატომ ვერ ხერხდება სხვა პარტნიორების გავეშვათ ამ სპიკერებს დარწმუნება და თუნდაც იმ ადამიანების ვინც აი წინა ვიდრე აქციაზე წავიდოდა ის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ხო ფინეთის საგარეო მინისტრი თავის ქართულ კოლეგას ზეუთოს მოქმედი თავმჯდომარე დაგეგმილი იყო სხვა შეხვედრები ითქვა საქართველოს თავრობის განცხადება მოვისმინეთ რომ სწორედ ამ აქციაზე გასვლის გამო გაუქმდა მათ თქვეს რომ რაღაც ალიევთან ჩასვლის გამო გაუქმდა მოკეთ აქაც რა მოხდა ცოტა გაუგებარია და იქნებ გითხრათ რეალობა რა იყო მაგრამ აქვე გვიპასუხოთ ამაზე რომ რატომ ვერ არწმუნებთ რომ ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქმედებს რომ კანონიერად აკავებს ამ ორგანიზატორებს მაგალითად ხო რაზეც თქვენ საუბრობთ რატომ ვერ ხერხდება ამ ადამიანების დარწმუნება ადგილზე შეხვედრების დროს მაინც ამ ყველაფერს თანამონაწილე როგორ უნდა დაარწმუნო ამ საქართველოს დამხობის გეგმას ყავს თეთრხელთათმიანი მონაწილეები და შავი საქმის შემსრულებლები ეს 10 ადამიანი ყავდა შავი საქმის შესასრულებლად ანუ ფინეთის საგარეო მინისტრის შესაძლოა იყოს მათ რიგებში ვთქვათ იმიტომ რომ მივიდა აქციაზე იმიტომ რომ გაუქმა ყველაფერს მიყვებით ლოგიკა არიან შავი საქმის შემსრულებლები რომელსაც იმ დღეს უნდა აეტეხათ პანიკა სოციმედიაში არ იქა ყველა ქართველები ვარ დღეს ხდება იქ ძალადობა ასე შემდეგ შავი საქმის შემსრულებლები რომელსაც უბრალოდ false start-ი მოუვიდა წინამდვილეში ეს იყო false start-ი გამზადებული ტექსტები რომ იქ უნდა ყოფილიყო სცენები როგორ ძალადობს პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეზე და ასე შემდეგ რაღაც ესეთი სცენები გაეთამაშებინათ და გამზადებული ტექსტები და უბრალოდ გამოყარეს ეს ტექსტები რომელიც აცდენილი იყო რეალობას ყველა კარგად ხედავდა ვისგან მოდიოდა ძალადობა false start-ი გამოუვიდათ აი ამ განცხადებებით და მათ ადამიანმა საბოლოოდ მოიჭრა თავი მოლდოვის პრეზიდენტის ჩათვლით რომელსაც მოძალადეებს ხარდაჭერა გამოუცხადა იმ ღამეს. სხვა შორის მეორე დღეს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება რაღაც ყველა სიმჟიტვის მოუწოდა და ისეთი შტაბ-შტილა დამჭა რომ იყო ცდილობა რაღაცაერად მიეჩუმათებინათ პრეზიდენტის სანდუს განცხადება და თითქოს არაფერი არ უნდათ, მაგრამ ეს დარჩა ისტორიაში. პრეზიდენტის სანდუს ხარდაჭერა მოძალადეების მიმართ დარჩა ისტორიაში. და ვისი თხოვნით თუ ვისი ხა საკუთარი იდეით რო ეს არ იქნებოდა, ამაში 100% დარწმუნებულია ყველა მოქალაქე. ხა რა მეგწმენია ჩვენ ქალბატონის სანდუსგან საქართველოსთან დაკავშირებით ორი განცხადება ქონდა. ერთი ქონდა სააკაშვილის კლავთო და აწამებთო და მეორე ქონდა გაუმარჯოს ქართულ რევოლუციასო აგერ 4-ში გაკეთებული, ხო? ორივე არაადეკვატური ამოვარდნილი გარემოს იყო და დიდი ალბათობით ვიღაცის თხოვნის შედეგად დადებული პოსტი იყო, ესეც ფაქტი არის. შესაბამისად არიან შავი საქმის შემსრულებლები, მათ შორის ეს ადგილობრივი მათი აგენტურა, რომელსაც ამისთვის იყენებენ და არიან თეთრხელთათმიანი მონაწილეები ამ ყველაფრისა, რომლებიც არიან ისინი, რომელსაც დუმან ხმას არ იღებენ. მე-11 დღე არის დღეს, როდესაც ბრიუსელს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი შტურმი. აი, რო დავფიქრდეთ, ახლა აი მართლა აი რა პრობლემაა, რომ ერთი წინადად თქვას, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით, ვგმობთ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს. აი რა უდგას წინ ამას? ერთი რამე უდგას. როგორც კი ამ განცხადებას გააკეთებენ, ამითი ერთი რომ მისცემენ, მოახდენენ მათი მხრიდანვე საკუთარი აქ საცეცების დელეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში უნდა გაემიჯნონ საკუთარ თავს, როცა ასეთ რამეს იტყვიან, ხომ? და ესეც დიდი გაკვეთილია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვენდეთ კარი გაუხსენით, გული გაუხსენით, სული გაუხსენით ევროკავშირის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველაფერი ქართულმა ხალხმა ვიომეთ მათთვის. ქართულმა ხალხმა ვაკეთეთ ყველაფერი, ჩვენი ომების გადავიტანეთ, მათი ომებიც ვიომეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. და ნაცვლად იმისა, რომ ეს დაეფასებინათ, აქ გვიწყობენ ქვეყნის დამხობას, სულში გვაფურთხებენ, საკუთარი ხალხის დასმა უნდათ და ისე ცივსისხლიანად შემოგხედავენ ერთ სიტყვასაც კი არ გეტყვიან, რომ წუხან რომ ეს მოხდა. ერთი ორი პოლიციელი იყო მძიმედ დაშავებული, 25 დაშავდა სულ. ვინმე მოიკითხა? აი ეს ელჩები
რომ სულ მასზე არიან ხოლმე, წუხილზე არიან ხოლმე. ერთი მოიკითხა პოლიციას რა დაემართა იმ ხალხის გამო, რომელიც მათ ხელი გადაუსვეს და მათი მხრიდან მოწონებული ხალხი, რომელიც შევარდა პრეზიდენტის რეზიდენციაში. ამიტომ ეს არის ყველაზე საწყენი და ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის. ისინი, ვისაც ჩვენ გაუხსენით ჩვენი კარი, ჩვენი გული, ჩვენი სული, აი ზუსტად მათ ჩაგვაფურთხეს სულში და გადაწყვიტეს, რომ ახლა ჩვენ კარი გაუხსენით, შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენ სახლში და თავის გემოზე მოგვიწყონ ჩვენი სახლი. ბატონო შავა, რაც შეეხება ფინეთის საგარეო მინისტრს, რა მოხდა რეალურად, ეს რომ ითხრათ, იყო თუ არა მიზეზი გაუქმების აქცია და მაშინ რატო წერს იქით ამ მხარე და იქაური პრესა, რომ ამ ქალბატონის სურვილით გაუქმდა, ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ალიევთან იყო წასასვლელი და შემდეგ მინდა ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობაზე კითხოთ აი ასეთი ურთიერთბრალდებების ფონზე, მაგრამ მინდა დამიკონკრეტოთ, თუ გაქვთ ინფორმაცია რა მოხდა, იმიტომ რომ დღეს მედიაში ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომ ვინ გააუქმა ეს შეხვედრა და რატო აღარ შეხვდა პრემიერ-მინისტრი, ფინეთის საგარეო მინისტრი. იყო მთავრობის განცხადება, რომ იმის გამო, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში იღებდა მონაწილეობა, მათ შორის სრულ განცხადებების გამო გაუქმდა ეს შეხვედრა. რაც შეეხება შემდეგ, ასე ვთქვათ, მუშტების ქნევას თუ ხელების ქნევას, ახლა ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიც შორიდან გვესმის, ან ვერ გავიგე, ანუ აქ ისთვის ჩამოვიდა, რომ ანუ აქ ჩამოვიდა იმისთვის შეხვედროდა პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო, იმიტომ ჩამოვიდა ადამიანი და ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაეუქმებინა შეხვედრა, თუ არ იცოდა, რომ აზერბაიჯანში მიდიოდა, თუ ანუ აბსოლუტურად რა უნდა გითხრათ, საერთო ჯამში ხა ამაზე საუბარიც კი არ ღირს. ის რაც მან გააკეთა, ის რაც მან ჩაიდინა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი ქვეყნის და როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ის რომ დაარღვია პირდაპირ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობა, პირდაპირ და უხეშად, თან ვიდეო ჩაწერა და ამ ვიდეოში ჩანს, რომ აბსოლუტურად ცარიელია, ხალხი არ არის საჭიროება გზის გადაკეტვის არ არის და თავისთან ჰელსინკიში კაცშულს არ გადააკეთებინონ გზას, სხვა შორის რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებული ყავთ ამის გამო ჰელსინკიში გზის გადაკეტვის და თბილისში რატომღაც არ ვიცი, კიდე ერთხელ მართლა დაბალი ღობე გონი ვართ ამ ხალხს, მართლა გონი ვართ, რომ ვართ რაღაცა სხვა კლასი, ან ჯერ არ ვართ მომზადებული იმისთვის, რომ ვეზიაროთ მათ მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს და ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა სტანდარტუკები პატარა, რომელიც აი ასეთი რა, რომელიც არის მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის რა, ვართ ბანანის რესპუბლიკა და მოიქცეთ როგორც ბანანის რესპუბლიკა და დავკმაყოფილდეთ იმისთვის, რასაც ჩვენ მოგვიგდებენ და გვეტყვიან, რომ თქვენი დემოკრატია დღეს უნდა დაკმაყოფილდებს იმის, რომ რასაც გეტყვით ჩვენ, იმას უნდა დაგვიჯეროთ. აი მოგიგდეთ, ეს შეასრულეთ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაც გააკეთა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ერთი და ამასთან ერთად ეს არის გაეროს წესდების დარღვევა, უცხო ქვეყნის საშინაო საქმეების ჩარევა, მასთან ერთად იყო ფინეთის ელჩი ასევე, ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, მაგრამ ეს ყველაფერი ხო დაურწმუნდით, ამ ხალხს არ აინტერესებს. არანაირი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არ არსებობს ამ ხალხის თვალში. აი რადგან ხშირად საუბრობენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო, ეს ყველაფერი არის ცარიელი სიტყვები. ეს არის ყველაფერი მხოლოდ ტერმინები და კონსტრუქციები, რომელსაც თავსახოვენ სუსტებს და პატარებს. როდესაც საქმე მათ ეხებათ, იქ არის ძალის პრინციპი. მაქვს ძალა და აი ამ ძალით უნდა აღმართი ავხნა. აი ეს არის და უბრალოდ აი კიდე ერთხელ ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც ქართულ ხალხს აქვს დღეს ევროკავშირის, ბრიუსელის თუ აი ზოგიერთი აი ამ სტრუქტურების მე კიდე ერთხელ მე ვთქვი კიდევაც, ჩვენ უნდა დღეს გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ბრიუსელი და ევროკავშირი. ევროკავშირი და მისი ზოგიერთი წევრი. რა თქმა უნდა ევროკავშირი არ არის ბრიუსელი. ბრიუსელი და ის ბიუროკრატია, რომელიც იქ არის, აბსოლუტურად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს ყველა ამ გაგებით, მათ შორის ადამიანის არსის გაგებით, ხომ? კონცეფციებს, რომელსაც იღებენ, იდეოლოგიებს, რომელსაც ავითარებენ და თავსახოვენ. ეს ყველაფერი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, ევროკავშირი და ევროპას მთავარი ღირებულება ეფუძნება ქრისტიანულ საწყისებს და ღირებულებებს, რომელზეც აღმოცენდა ევროპაც და ევროკავშირიც. ამ ყველაფრისგან არის გამდგარი და ჩვენ ევროკავშირი ჩვენ რა რესურსი დაგვრჩა ქვეყანას დღეს ასეთი განცხადებების ფონზე ევროკავშირთან დიალოგის, იმ ქვეყნებთან დიალოგის, რომელზეც თქვენ დღესაც ამბობთ, რომ სათხარ ცუპთაფურცლიდან დაიწყოთ, დაივიწყოთ ეს ყველაფერი, მაგრამ იქით ამ მხრიდან არის ამზად ამისთვის, იმიტომ რომ გამუდმებით ისევ ბრალდებები უნდა მოემზადონ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ გვინდა ქართულ ხალხს უნდა ისეთ ევროკავშირში წევრობა, რომელიც ეფუძნება
ჩვენთან გაზიარებულ ღირებულებებს, რომელიც არის ნაწილი ქართული ღირებულებებისა. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, რომელიც თავსებადია ქართულ ღირებულებებთან და ევროკავშირი თავისი არსით თავსებადი არის ქართულ ღირებულებებთან. უბრალოდ ბრიუსელის ზოგიერთმა ბიუროკრატიამ და ასე შემდეგ ამ ჯგუფებმა გადაუხვიეს რეალურ ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ არ გვინდა ისეთ ხალხთან ერთად ჯდომა, რომელიც ჩვენთან ხელისუფლებას დამხობას ხვდა. არ გვინდა ჩვენ ისეთ ევროკავშირში გვერდზე გვეждდეს ისეთი პოლიტიკური ხელისუფლებები თუ ჯგუფები, რომლებიც ჩვენ დამხობას ცდილობენ. და არიან ასეთები, რომლებიც ცდილობენ, მოგიყვანეთ თქვენ მაგალითები ესტონეთის და სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრების განცხადება, რომლებიც პირდაპირ უნდათ ხელისუფლების დამხობა. როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ მათთან ერთ ღირებულებით კავშირში, რანაირად უნდა ვიყოთ. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ხარი დაუჭერთ ევროკავშირის შიგნით იმ ძალებს, რომელიც ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე დგანან და ამის დაბრუნებას ცდილობენ. უნგრეთი, სლოვაკეთი, ხედავთ თქვენ უნგრეთში, სლოვაკეთში, სხვა ქვეყნებში ამომრჩეველი სულ უფრო მეტად და მეტად იაზრებს, რომ მათ პოლიტიკურმა ელიტამ თავს მოახვია აბსოლუტურად ცრუ იდეოლოგიები, რომ მათმა პოლიტიკურმა ელიტამ გადაუხვია მათ მთავარ ევროპულ ღირებულებებს და ხედავთ მზარდ მხარდაჭერას მოქალაქეების მხრიდან ასეთი ძალების მიმართ. ამიტომ ჩვენ ვართ გულშემატკივარი ყველა ამ ქვეყანაში იმ ძალებისა, რომლებიც დგანან ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე, ისევე როგორც ამას აკეთებს უნგრეთი, ისევე როგორც ამას აკეთებს სლოვაკეთი, ასეთ ძალებს უჭერთ ჩვენ მხარს ევროკავშირში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ, ხარი დაუჭერეთ, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებებში ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და აი ამის შემდეგ ასეთ ევროკავშირთან ნამდვილად უნდა ქართულ ხალხს რომ კონდეს საერთო იდეური თუ ღირებულებითი კავშირი და წევრობა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ხედავ რომ ძირს გითხრიან ძირს უთხრიან ყველაფერს, რაც კი შემდეგ გახარ და ისიც უნდათ რომ თავისი მარიონეტი ხელისუფლება აკავდეს, ეხლა აქ რანაირად უნდა იყოს ქართველი ხალხი, როგორ შეიძლება ვიყოთ ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენ ისეთ ქვეყნებთან ერთად ორგანიზაციაში, რომლებსაც დღეს უნდათ საქართველოში ხელისუფლების დამხობა. რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას არ აღიარებენ. დროგვეწურება და ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ გულშემატკივრობთ იმ ძალებს, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ შეცვლიან ხელისუფლებებს იმ ქვეყნებში, რომლებიც აცდენილიან ევროკავშირის ღირებულებებს და დააბრუნებენ ამ ქვეყნებს ევროპულ კალაპოტში, ევროკავშირის ფუძემდებელ პრინციპებთან და აი აქ არის ზუსტად ეს არის ზუსტად ჩვენი მიზანი, რომ ამას მივახციოთ და როგორც კი ეს განხორციელდება, ყველანაირი ასეთი ასე ვთქვათ პრობლემები, რომელსაც დღეს ცდილობენ რომ ბრიუსელიდან შეგვიქმნა, რა თქმა უნდა, დასრულდება. კარგი, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ამ კანონშიცულებებზე საუბრობდით და არ შემიძლია არ კითხოთ მანიფესტაციის და გამოსვლების შესახებ კანონშიცულებებზე და 4 ოქტომბერზეც ვისაუბრებთ, აი სწორედ ამაზე ამის ახსნას ცდილობდით ახლა და ოპონენტები ამბობენ რომ არსებობს რისკი რომ ხელისუფლებამ ეს 4 ოქტომბრის მოვლენები გამოიყენოს რეპრესიებისთვის და იმ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, რომელიც აი 300 დღეზე მეტია უკვე ქვეყანაში არის. ხო და ვნახეთ ჩვენ გამკაცრებული კანონები, რომ მაგალითად ჯარიმა აღარ არის საკმარისი და პატიმრობას ითვალისწინებს იქ რაღაც როდესაც გადაკეტვას არ ექვემდებარება ვიღაცა, როდესაც კეტავს და კანონს არ ღვევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეხლა რო არ მივყვებ თელ კანონს. რეალურად ხომ არ მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ და ხომ არ ცდილობს ხელისუფლება ამ პროტესტის ჩახშობას, აი ამ 4 ოქტომბრის კოლგის ქვეშ, სადაც ნუ რეალურად ნამდვილად ვიხილეთ დამხობის მცდელობა და რაღაც უკანონო ქმედებები. ხო, სიამოვნებაში ესეც ნაწილი არის, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული ხრიკისა, რომელსაც იყენებენ დღეს უცხოეთიდან დაქირავებული ზოგიერთი NGO ოპონენტები, რომ თითქოს რაღაცა კაცდება. აფერ არ მკაცდება. გზის გადაკეტვა, როგორც აკრძალული იყო 20 ადამიანის მხრიდან აქამდე და აკრძალული არის 20 წელი, რა ვიცი, ამ ქვეყანაში რაც კი ეს კანონმდებლობა არსებობს, ისე იქნება აკრძალული ხვალიდან. მაგრამ სანქციები მკაცრდება. ნუ ადრე თუ იყო 5000 ლარი, ახლა აი ეხლა რა არის უკმაყოფილება ამ რადიკალური ჯგუფების. ამბობენ რომ აქამდე რომ კეტავდითო, ვიცით რომ აკრძალული იყო, მაგრამ არ გვეშინოდაო, იმიტომ რომ ის სანქციები რაც იყო, მანო ვერ დაგვაშინა ჩვენო და ამიტომ მაინც ვარღვევდით კანონსო. ამიტომ ჩვენ ხედავდით ამ ყველაფერს რომ ეს კანონის ანუ ამაზე ამბობდით რომ არ იყო ეფექტური, ხო? ხო, ესე ანუ თვითონაც ხვდები, ხო ამბობენ თვითონ, ხო, ანუ არიციან რომ აკრძალული იყო, ყოველთვის აკრძალული იყო. უბრალოდ ამბობენ რომ აი რაღაცნაირად გამომძვრები, ვიღაცა ფულს გადამიხდის, უცხოეთიდან ფული შემოდის იმისთვის რომ ჯარიმები გადამიხადონ, უხდიან პირდაპირ, ასე ვთქვათ, არის წინასწარ დაფინანსებული დამრღვევები, რომელიც დაარღვევს, ჯარიმა მოვა, ჯარიმას გადაუხდიან და არ კარგავ არაფერს, ამიტომ კანონს დავარღვევ.
კანონის არსი ეს არის. კანონს თუ დაარღვევ, რაღაცა დასაკარგი უნდა გქონდეს ისეთი, რის გამო ჩვენ კანონს აღარ დაარღვევ. ამიტომაც რა თქმა უნდა პარლამენტი ამისთვისაც არის რომ უყურებთ, ვაფასებთ და შესაბამის პოლიტიკას სამართალდაღოების მიმართ ვაკორექტირებთ. ხედავთ რომ მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ, აუწყეს ჩვეულებრივად გარედან ყულაბა შეუქმნეს, რომლითაც შეგვიქმნეს რადიკალები და ეუბნებიან, მიდი დაარღვიე, გადახდილია. წარმოიდგინეთ ახლა, რომ ვიღაცამ თქვას, რომ მიდით ავტობანზე დაარღვიეთ სიჩქარის ლიმიტი, წინასწარ გიხდით ყველაფერი. და ეს ჩვენ ყველაფერი ასე უნდა დავუშვათ და უყუროთ, რომ წინასწარ დაფინანსებული კანონდარღვევებია. მოქალაქეთა შეკრების და სხვა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. არავის აი დღეს სხვათაშორის ფინეთის მინისტრთან გამოხმაურებაში ჩემ პოსტში აღვნიშნე კიდევაც, რომ ის გასაგებია საერთოდ საქართველოს არ იცნობს და არ ვიცი გაუგებრობაში მოვიდა აქ და ჩანდა მის განცხადებებშიც, რომ არ ერკვევა საერთოდ სიტუაციაში. ის და ვერ დაასახელებს ერთ ფაქტსაც კი ბოლო 13 წლის განმავლობაში რომ საქართველოს ხელისუფლება ვინმეს შეუზღუდა შეკრების თავისუფლება. ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ. ვინ უშლის რომ თუნდაც პარლამენტის წინ რაც არის მოედანი დადგნენ და აპროტესტო რაც უნდათ. ვინ უშლის? რა საჭირო არის რომ 20 ადამიანმა 1.5 მილიონ თანამოქალაქეს თბილისისა შეუქმნას დისკომფორტი, პრობლემები და მე კიდე ჭხუბში შედიან ხოლმე მოქალაქეებთან, რომელსაც გზას უკეტავენ, ხომ? რა მიზანი რა აქვს? უნდათ პროტესტის გამოხატვა, იქ არის შესაბამისი რაოდენობის ადამიანები გადაიკეტება ჩვეულებრივად არავინ არ დაიჭირა. არც ერთი ფაქტი არ არსებობს 13 წლის განმავლობაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ვინმეს შეუზღუდა შეკრების თავისუფლება, არის საკმარისი არის რაოდენობა იმისთვის რომ დაეტიოს პარლამენტის წინ თუ უნდა შეკრება პარლამენტის წინ მოედანზე, დაეტიონ იქ და კი ბატონო თქვან და კი აქვთ შესაბამისი მედიური დაფარვა იმისთვის რომ მარტო იქ რუსთაველის გამზირს კი ამ მთლიან საქართველოს გააგონონ თავისი ხმა, ხომ? ეხლა არ არის ის საჭიროებები, რაც 30 წლის წინ იყო, რომ ლიანდაგები გადაკეტონ და რაღაც ამითი მიიქციონ ყურადღება. ძალიან კარგად იქცევენ ყურადღებას მათ შორის გარედან. და მეორე, თუ არიან იმდენი რომ ვერ ეტევიან, გადაკეტონ. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 13 წლის ეს შეეზღუდა. ასე რომ არაფერი არ მკაცდება, ყველა მიცოდა რომ ის ხო აკრძალა და თუ კი აქამდე ქონდა წინასწარ გამოწერილი ქვითრები, ასე ვთქვათ, კანონდარღვევისთვის და არ ღვევდნენ კანონს, იცოდნენ რომ არანაირი შედეგი არ ექნებოდა მისთვის. რა თქმა უნდა, კანონდარღვევას უნდა მოყოს შედეგი. ეს არის ქართული ხალხი რაზეც შეთანხმდა. ქართული კანონები არის მიღებული ქართული ხალხის სახელით. ქართულ ხალხს არ უნდა რომ 20 ადამიანი აფერხებდეს მაგისტრალს. შესაბამისად, ყველა ნება იბოძოს და მათ შორის მათ კარგად იცოდნენ ეს კანონი წლებია უკვე მოქმედებს. დაემორჩილონ კანონს, ჩაატარონ კანონის შესაბამისად აქცია, ნუ დაიმალებიან ნიღაბს უკან, ნუ ისვრიან ასაფეთქებელ ნივთიერებებს, დახატონ ტრანსპარანტები და ისაუბრონ. ხო ხედავთ ამ აქციას სალაპარაკო არაფერი არ აქვს. ჩუმი აქცია, რომელსაც იმიტომ სათქმელი არაფერი, როგორც კი ლიდერი არ ყავს. იმიტომ როგორც კი სიტყვას იტყვიან, პირს დააღებენ რაღაცას იტყვიან. კიდევ უფრო მეტად დისკრედიტირდება ყველა მიხვდება კიდევ ერთხელ ვისთან გვაქვს საქმე, იმიტომ სათქმელი არაფერი არ აქვს. პროტესტი რაზეა, ესეც კი არ იციან საბოლოო ჯამში, რო კითხოთ, რასა პროტესტებენ, ესეც არა. აი რას ვიცი, მათ აქვთ ის ვადამდელი არჩევნებს ითხოვენ, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პატიმრები. აი ხა 26 ოქტომბერი დადგება შარშან ყალბი განგაშის წლისთავი, როდესაც საქართველოს აბრალეს საძაგელი ტყუილები, სალომე ზურაბიშვილმა უცხოელებმა და ასე შემდეგ არჩევნების დაკავშირებით, აი ჩვენ შევაჯამებთ ამ ერთ წელიწადს და გავიხსენებთ. ზუსტად წუთი დაუთვით ყველა ტყუილს, რაც მათ იკადრეს, იმისთვის რომ ეს ქვეყანა დაემხოთ უცხოელების დაკვეთით. უცხოელებისგან დაქირავებულმა ორგანიზაციებმა, ჯგუფებმა, ადამიანებმა, როგორ ამხეს საკუთარი ქვეყანა, როგორ უთხრიდნენ ძირს, აი ისაც ისტორიაში წაგვიკითხავს და შორეული გვეგონა, აი ხა დღეს ვხედავთ, პირდაპირ ვხედავთ, ვინ არიან ყორღანაშვილები და მსგავსი ფიგურები. მადლობა დიდი ბატონო შალვა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ჩვენი ყველა დრო ამოიწურა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ღამის კურიერის სტუმარი.